გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მეორე დავით კალამდია. ქსელში გადავაწყდი ანა დოლიძის news. დღეს ნიდერლანდების პარლამენტის წინაშე გამოვდივარო. ხმე ვიფიქრე, ეს როგორ განა ნიდერლანდების პარლამენტის წინაშე ვისაც მოეპრიანება, ყველა შეუძლია გამოვიდეს და მე იქ რა უნდა გააკეთოს? იმღეროს, იცეკოს, ლექსი წაიკითხოს. აბას ხო ვერაფერი წარმომიდგენია, როდესაც ანა დოლიძეზე ვფიქრობ. დღეს ანა დოლიძე პოლიტიკური მიმართულებით თუ რამეს კიდევ წარმოადგენდა, არ ვიცოდი და ამიტომაც ვერ მივხვდი რა შეიძლება უნდოდეს მას ნიდერლანდების პარლამენტში. მე არ დავიზარე ანა დოლიძის Facebook გვერდზე მალულად შევედი და იქ მის ამ განცხადებას უფრო ცლად გავეცანი. ანა წერდა, რომ ის უნდა გამოვიდეს ნიდერლანდების პარლამენტში მოხსენებით საქართველოში და რეგიონში არსებული ვითარების შესახებ. აი, ნამდვილი დემოკრატია მეგობრებო. ნიდერლანდებს გულისხმობ ამ შემთხვევაში. ანუ ნებისმიერ შეუძლია მივიდეს ნიდერლანდების პარლამენტში და მოხსენება გააკეთოს. რაც თავარია, გამოდის, რომ ნიდერლანდების პარლამენტი ამას ყურადღებით მოусმენს და არც დაინტერესდება კი, მაგრამ ქალბატონო, ვინ ხართ საერთოდ? ანდა ახალ გამიელვა თავში, იქნებ ანა დოლიძე ნიდერლანდების პარლამენტმა დაიქირავა ზუსტად ამ მიზნით, რომ მან შეისწავლა საქართველოში და რეგიონში არსებული ვითარება და მერე მას ნიდერლანდების პარლამენტს მოახსენოს. და თუ ასეა, მაშინ მეორე კითხვა მებადება და რაში სჭირდება ეს ნიდერლანდებს, ისე კი ხომ წარმოგიდგენიათ ნიდერლანდებში როგორაა ცხოვრება აწყობილი, რომ პარლამენტარებს მეტი საქმე არ აქვს ვიღაც უცხოელის მოხსენებას რომ უსმინონ შორეული ქვეყნის შესახებ. წარმოვიდგინე ასეთი რამ ჩვენთან რომ მომხდარიყო. დიახ, აი მაგალითისთვის ვინმე კარლ ცაისი, რიგითი მოქალაქე მაგალითად ავსტრიიდან აქ ჩამოსულიყო და ჩვენი 150 კაციანი პარლამენტის ტრიბუნიდან მოხსენებით რომ გამოსულიყო ავსტრიასა და იმ რეგიონში არსებული ვითარების შესახებ. და მაშინ მე პირველი შევძახებდი, კი, მაგრამ პარლამენტარებო, რისთვის გიხდით ფულს ჩვენი გადასახადებიდან, რომ ვიღაც ავსტრიელის მოხსენებებს უსმინოთ, იმის მაგივრად რომ ფასებზე და მათ დაწევაზე, სააფთიაქო მაფიაზე, საწვავის ხარისხსა და მის გაძვირებას და კიდევ 1000 რამ შემილია ჩამოთვალო, რაზეც პარლამენტარებმა უნდა იმსჯელონ და ამ დროს კი იკრიბებიან იმისთვის, რომ გაუგებარი ავსტრიელის მოხსენება მოისმინონ თუ რა ხდება ავსტრიასა და მის შემოგარენში. განა ეს ასე არ არის? ერთი რეალური მიზეზი მაინც დამისახელეთ თუ რატომ უნდა მოისმინოს ნიდერლანდების პარლამენტმა ვინმე ანა დოლიძის მოხსენება საქართველოსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე. მე ეს მიზეზი ვერ მოვიძიე და ამიტომაც არ მაქვს პასუხი რა უნდა ანა დოლიძეს იქ. მოკლედ, ნამდვილად ყველაფერი აირია ობლონსკების ოჯახში, როგორც ამას დიდი მწერალი ლევ ტოლსტოი წერდა თავის უკვდავ რომანში ანა კარენინა. ისიც ანა იყო სხვათა შორის, თუმცა ჩვენს ანას ჯვარი წერია. გადაუხვია. ისე კი ანა დოლიძეზე დიდი ხანია არაფერი მსმენია. მახსოვს რომ ერთხანს ის და მისი ლამაზი ხელებით შეკოწიწებული პარტია ხალხისთვის შეეკედლა ლელოს. ეს გასაგებიცაა, რადგან მისი პარტია ხალხისთვის, რომელიც ანამ 2020 წელს გამოიგონა, იმდენად უმწეო და სუსტი იყო, რომ გონი კედლის გაზეთის გამოშვებაზეც არ გააჩნდათ სახსრები. მაგრამ მერე ყოვლის შემძლე ლელომ ის შეიერთა, დააპურა და ანაც ცოტა წელში გასწორდა და ხმასაც აუწია. მერე ანას რაღაც გაუგებრობა მოუვიდა მძინარე ბადრისთან თუ პირომან ელისაშვილთან თუ ინტელექტუალ სალომე სამადაშვილთან და მან ლელოს სივრცე დატოვა. აი იმის მერე რაც აკეთებდა, არ ვიცი. მეგონა რომ პოლიტიკას ჩამოშორდა და გამიხარდა კიდეც. არა, გამიხარდა ხმამაღლა ნათქვამი ანა დოლიძის ქმედება მე არც მახარებს და არც მაღელვებს, რადგან
ახლა სრულიად გულგრილი ვარ მისდამი. ერთს ვიტყვი რომ ადამიანურად ვუსურვებ ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას. სხვა არაფერი. ზოგჯერ გამახსენდებოდა ხოლმე ანა დოლიძე და ვკითხულობდი და სადაა ახლა ანა დოლიძე. თუმცა კაციშვილი ვერაფერს პასუხობდა, რადგან კაციშვილს არ აინტერესებდა მისი აწყვო. მაგრამ თურმე ასე არ ყოფილა. ამას წინათ უცებ გამოჩნდა ანა დოლიძე ცხოველთა თავშესაფრის ცნობილ ინციდენტთან დაკავშირებით და გორშიც წაბრძანებულა. იქ მოინახულა მიუსაფარი ცხოველები და გაესაუბრა კიდეც მათ. და მერმე კი ნიდერლანდების გზას გაუდგა, რათა იქაურ პარლამენტში მოხსენებით გამოსულიყო. აი მგონი ესა ყველაფერი რაც თქვენ ძვირფასო მეგობრებო გინდოდათ ანა დოლიძის შესახებ გცოდნოდათ, მაგრამ გერიდებოდათ კითხვის დასვა. ხო და ბოლოს არ დაინჯერებთ მეგობრებო და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის AIRA-ის მიერ 2022 წლის მარტსა და სექტემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევებით ანა დოლიძე 44%-ით ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის თურმე პირველ ადგილს იკავებდა. საინტერესოა, დიდმა მიშამ თუ იცოდა ეს, ალბათ დაუმალეს უფრო ცუდად რომ არ გამხდარიყო. ეს იყო გაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.